ყობა დაიწყებს საგრძელო რა იყო და ანეკდოტა. Всё, დავიწყებ, ხა არ შემოწყვეტნოთ რაღაცა ისეთი არ დაწევოთ, რომ შემიწყდეს. ნუ იმას. მოკლედ, ანეკდოტა იწყება ესე. ძველი დრო არის და ერთი კაცი გადაწყვიტავს, რომ ძალიან დაღლილი არის რა. და ძალიან დაიღალა და გადაწყვეტს, რომ აი პანსიონატის ტიპ დასასვენებლად ადგილში წავიდეს რა. მარტო წავიდეს, ეს პანსიონატში წავიდეს, პანსიონატი კურორტზე წავიდეს, სადაც დაისვენოს. და წავამართლა ამ კურორტზე რა, დასასვენებლად რაღაც ესეთია, ტყე არის, გასასეირნებელია რაღაცა და ერთ საღამოს გამოისეირნებს და მოსეირნებს რა, ესე მარტო რავი თავისთვის, არავის არ აწუხებს, რაღაცა სეირნობს და გაივლის გაზეთების ჯიხურთან. და ამ გაზეთების ჯიხურთან დაინახოს, რომ ეს ჯიხურიც იქით გოგოზის. და რაღაც მოეწონება რა. და შეხედავს პირველ დღეს გაზეთს იყიდის რაღაცა და წავა გააგრძელებს გზას. მოვიდა მეორე დღე. ისევ გაივლის ამ გაზეთების ჯიხურთან და ისევ ეს გოგოზის ამ გაზეთების ჯიხურთან. ჯიხურში, ბოდიში. და ბარემ გადაწყვიტავს რა მარტო ვარო რავი რას ვაკეთებ ამ პასიონში ვარ დასასვენებლად. ეს მოდიო გავიცნობ მოგობოსო. რაღაცა და ნუ გაზეთსაც რო იყიდეს მივა გამოელაპარაკება რაღაცა გაზეთზე რაღაც კითხვებს დაუსვოს რაღაცა მაგრამ აქ ქვია რაღაცა და ამ გოგონს გაცა პასუხი და რაღაცა და იქამდე მესმის ხო და იქამდე მივიდა ლაპარაკი რომ წამო საღამოსო გავისეირნოთო რაღაცა ყავა ჩაი დავლიოთო და რაღაცაო და ეს გოგო მანამდე რაღაც კარგად ელაპარაკებოდა სახელიც უთხრა რაღაცა და უცებ ანუ გასეირნებაზე რომ მივიდა ლაპარაკი ამ გოგომ რაღაც დაზადნა რა არ მინდაო რა ანუ არ მინდაო შენთან ერთად გასეირნებაო და არც გირჩეო საერთოდ რომ ჩემთან ერთად გასეირნებოს და რაღაცაო და ეს ტიპი მაგარი ინტრიგაში ჩავარდა რა რას ქვია და რაღაცაო და მაინც შეუტიო არაო კაცო რაღაც გავისეირნოთო არაფერი ისეთიო პროსტო გავისეირნოთ და რაღაცაო და გავიცნოთო ერთმანეთი უკეთესათო და რაღაცაო არ მოეშვა და ნუ ამ გოგომ კაი თუ არ მეშვებიო გეტყვიო მისამართო და აქა და აქ მოდი ამ დროსო ამ ტიპმოც კი ბატონო წავიდე სახში სასტუმროში მივიდა სახში რაღაც გადაივლო დუხები და აისხა რაღაცები გაემზა და ეხა ეს გოგო უნდა ნახოს მისამართი იცის და მიადგა და კარზე აგაკუნებს და კარებს აღებს და ეს გოგოზის ეტლში ინვალიდია რა ვერ დაინახა ამ დახლის იქით რომ იჯდა ეს გოგო და ეტლში ზის რაღაც ანეკდოტი კი ანეკდოტია რეალურ ფაქტებს დაფუძნებული ხო და ეტლში ზის და გაგიჟდა ეხლა რა მაგრა შერცხვა რა ეხლა თან აი გავისეინეთ შევთავაზე რა ეს ეტლში ზის და რაღაცა მაგრამ რავი რა კაცი გორა ეხა ხო არ დაუზადნავ ხო არ ვიტყვი არა ბუდიში შემეშალა და რაღაცაო და არ შეიმჩნევს რომ დავაი გავისეირნოთო და ნუ ეს გოგოც გამზადებული არის უკვე რაღაცა კი არ ქონდა იმედი მაგრამ რაღაცა და გამოტასავდებია რაღაცა და მოდიან ქუჩაში რავი ეს ტიპი გვერდზე მოყვება ეს გოგო თავის პრობლემს ატრიალებს და გვერდ მოსეირნობენ რა და უცებ ეს გოგო ეგრევე უკან გადაატრიალებს რა პრობლემს და გაჩერდება და გავჩევ ხო ვიცითო ეხა ორივეო რატო შევხვდითო ერთმანეთსო რა და ნუ სექსის თემა არისო და რაღაცაო რა და აგერო იქ კუჩის კუთხეშიო ბნელი ჩიხი არისო იქო ღობე არისო იმ ღობეზეო ჩამომკიდებო რაღაცაო საქმეს მივხედოთო და დავიშალოთო რა ეს ამოვჭრათ მე ხო და კი არა გვატირებს ეხლა ძილის წინ არც არ გატირებს ხო და დავიშალოთო მე რა და ბიჭო ეს ტიპი გაგიჟდება ეხლა ეს მეუბნებაო კაცო ამ ხელა კაცი ვარ რაღაცაო ჩამოვიდიო გაცნობა მინდოდაო და რაღაცაო მაგრამ ცოტა ისეთი პონტიაო ეხაო რა რავიო შეიძლება მე ვიყო პირველიო ვინცო რაღაცა მოვეწონეო და რაღაცაო და რავი შეიძლება აკლიაო რაღაც ალერსის სიამოვნება და რაღაცაო და უარს ვერ ვეტყვიო და რაღაცაო და რა უნდა ჩამოვკიდოთ ეს გოგო ხო და კაიო დათანხმდება რა და შევლენამ იმაში ბრენ კუთხეში რაღაცა ამოიყვანს ეს კაცი ღობეზე გადაგიდებს რაღაცა და ნუ მოხდება ერთი ამბავი ახლა რაღაცეები და ჩამოხსნის უკან და ჩასვავს ისე ვეტლში და მოტასავობენ უკან რაღაცა და მოდის და ეს ტიპი გულში ფიქრობს აი რა საშინელება ვქენიო ღმერთო ეხლა ანუ ჯეროებში გაცნობა რატო გადავწყვიტეო მე რავიო ან რეიბს დავთანხმდიო ვაფშეო რავიო ხომ მითხრაო არ გინდაო ეს შეხვედრაო ან არ გინდაო ჩემი გაცნობაო და რაღაცაო მაგრამ მე დებილი ვარ აი ჩემი ბრალია ყველაფერი და რაღაცაო და
ეს კაცი ფიქრებშია რაღაცა და უცებ ეს გოგო ჩერდება და დაიწყებს ტირილს. და ისე ტირის, რომ აი ეს ტიპის დაიგრუზება რა, რომ ვაიმეო, იმენა რა საშინელება ვქენიო რა, ანუ ადამიანმა ჯერ ერთხელ მითხოვო, რომ არ გინდაო, გაცნობაო ჩემიო, მეორეჯერ რაღაცა საშინელებები შემოთავაზაო, მეცავ ყევიო და რაღაცაო და ეტყობაო საშინელება ვქენიო რაღაცაო და ეს ტიპიც ატირდება. აი დგანა და ტირიან ეს ორივე შუა ქუჩაში და ბოლოს ამ კაცმა გარისკა, რომ ოჩე ეგეთი საშინელებები ვქენიო, ყველაფერიო რა, რაც მოხდაო და ანუ აი სტრესი მოგეყენე ცხოვრებაშიო და ეს გოგო ახედავს და არაო, პროსტა პირველი ხარ ვინც ჩამომხსნაო. ანუ იქ ტოვებდნენ ხოლმე. ჩემი ეს კარგი ანეკდოტი იყო. კაი ანეკდოტი, ცოტა შავი ანეკდოტი არის, მაგრამ მოდი დაშლა არ მოშლის დავიო, ჩემო გოგოხ თუ არა. აი დედა. თუთიყუში ჩაწულა ჩაიში ხო, აი რაღაცა ანეკდოტი იყო. ანუ შავი ანეკდოტი იყო საკმაოდ რა. ნუ, როგორც იტყვიან, ასჯერ მოყოლილს ერთხელ ნანახი ჯობიაო. ერთხელ ნანახი ჯობიო. დაშლა არ მოშლისა იყოს, სინებისა იყოს და ჩათ ბოდიშის მოხდით აგერ გიორგისაც ეძინება, მეც მეძინება, კობახას არ ეძინება და მოგიყვებათ კიდე ერთ ანეკდოტი. კიდე ვიცი ერთი 30. გილოცავ გავა. მაგრამ მე წავედი და დაშლა არ მოშლისა იყოს. ხვალ დღისით შევხვდებით, ხვალ კი არა დღეს დღისით. ჩამოსხე. დედავოთ. ხალხო ის ვარა ქვია, გაციებული ვიყავი, მახვალებდა და ის ყელი დამიზიანდა. აჯერ დათოგოს ერთი ჩამოხსნილი ჯობიაო. ჩემზე უარესი არის ვიღაცა. მეგობრებო, ის იყო რა ქვია. შავი ანეკდოტი იყო მაბატიეთ. არავის არ ეწყინოს კაცოები. შავი იყო უბრალოდ რა. გამოგარეთ? ბიჭო, ნახე, ეგ არის ქუთაისელის მოყოლილი ანეკდოტია. ბიჭო, ეს მომიყვა, წარმოგიდგე, ხუთანაირად. ქუთაისში მომიყვა, არა, ის სხვანაირად ყვებოდა რა თქმა უნდა. რა გაყვიდებს შეჩმენს. ქუთაისში, ქუთაისში მომიყვა, კი არა, ქუთაისში კი არა, აეროპორტში მომიყვა ჩვენო ქუთაისელმა თანამშრომელმა პასპორტ კონტროლზე შეჭრა. ისე ვიცინოდი, რომ ძალიან დიდი საშიშროება იყო, რა მივლინებით მივდიოდით კამანდა რა და ეს ქუთაისელი, ანუ ეს ჩვენი ქუთაისელი თანამშრომელი სასწაულად ყვებოდა რა, ეხლა ნუ ქუთაისელებს განსაკუთრებული იუმორი აქვს მაინც რაღაცა და ოჩ ისე სასაცილოდ მოყვაში, რომ დიდი საშიშროება იყო, რომ აღარ შევეშვით რეისზე, იმიტომ რომ ვიხეოდით, ანუ სამსახური მივდიოდით და ვიხეოდით სიცილით. და ეგონათ, რომ ანუ აი ხუთი ტიპი არა ადეკვატური, რომელიც პასპორტ კონტროლზე დგას და იხევა სიცილით და ამანაც გადაწყვიტა, რომ პასპორტ კონტროლის რიგში მოყვეს მაინც და მაინც, იმიტომ რომ რიგი იყო და ბარემ მოყვები რამით გადამხიარულებთო. ის ქუთაისელის მოყოლილი ბევრად კარგი იყო. ამ გოგოს ხელში ბატკანიც ეჭირა? არა, ბატკანი იქ იყო.